უჩვეულო გარემოში ვართ, ალბათ 2012 წელს ვერ წარმოვიდგენდით ასეთ გადანაწილებას და ამ გარემოს, ხო? 2012 წელს სხვათა შორის მე და შენ ერთად ვერ ვდოდით. კი, ერთად ვერ ვდოდით. ეხლა ორივეს ნაცებს ტელევიზიაში მუშაობდი და ეხლა ნაცი გავხდით. ხო, ნაცებით გავხდით ორივე. უბრალოდ 2012 წელს მეც თქვენს სისტემის შეცვლას ვითხოვდით და ეს სისტემა ბიძინა ივანიშვილმა კი არ შეცვალა, გააძლიერა. გადაიფორმა სასამართლო, გადაიფორმა იგივე ჟურნალისტები. რო თქვა, რომ ესე იგი ჩვენ რისთვის დაუჭირეთ მხარი ბიძინა ივანიშვილს, რომ შეიცვლებოდა სისტემა. ჩვენ მაშინ ორივენი და ჩვენი მეგობრები ყოველთვის ვამბობდით ერთ რამეს. არ არსებობს სასამართლო. გახსოვთ რა მდგომარეობაში იყო მიშა სააკაშვილის დროს სასამართლო. ეხლა რომ დააკვირდე. ბიძინა ივანიშვილმა მიშა სააკაშვილის სასამართლოს რეფორმა კი არ გაუკეთა. გააძლიერა. და უფრო ულმობელი გახადა. ამისი მაგალითი იყო ჩემი შვილის კოკოს სასამართლო პროცესი გუშინ, მაგრამ ერთი რაღაცა უნდა გითხრა. კოკომ მოსამართლეს სიტყვა როცა მისცეს ბოლოს ესეთი რამ უთხრა. მე არ მჯერა თქვენი. მე არ მჯერა არც სასამართლოსი და არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურის. თქვენ ტყუი ხართ, მაგრამ ერთ რამეში იყავით დარწმუნებული. ჩემი თაობა, თქვენ არ მოგცემთ საქართველოს გარუსების უფლებას. აი ეს არის მთავარი. ეხლა რუსთაველზე, ჩემო გურა, მე ვდგავარ ჩემს შვილებთან ერთად. ჩემი თაობა ჩვენი შვილების თაობასთან ერთად დგას და იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისათვის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, საქართველოს თავისუფლებისათვის. ერთმა მითხრა ჩემმა მეგობარმა, ახაო 88 წელს შენთვის ვინმეს რომ ეთქვაო. 1988 წელს ნოემბრის აქციების დროს 2025-ში ისევ ამ მოთხოვნით გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს ძირს რუსეთის იმპერია რომ იდგებოდი რას ეთყოდიო. მე ვთხარი მე ხლა შენ არ გეტყვი და ვერც გეტყვი მეთქი იმ კაც რას უზამ. არა და რეალობა არის ფაქტი. ამიტომ მე პოლიტიკური გამოცდილება რას გეუბნებათ ბატონო კახა კიდევ დიდხანს მოგვიწევს ამ რეჟიმში. იცით რა გეტყვით საკმაო პოლიტიკური გამოცდილება მაქვს და ბევრი აქციის მონაწილე ვარ და აი თუ შეიძლება ასე ითქვას ძირითადი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში 88 წლიდან დაწყებული უჩემოდ არ ყოფილა ამ შუაგულში ვიყავი ამ ყველაფრის შუაგულში მაგრამ მართლაც წარმოუდგენელია ის ჩემო გურამ რაც ხდება დღეს ჩვენ ვაკრიტიკებდით სააკაშვილს ჩვენ არ მოგწონდა სააკაშვილი ჩვენ სამართლიანად ვაკრიტიკებდით სააკაშვილს მე დაპირისპირებული ვიყავი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებასთან ჩვენ გახსოვს სახელმწიფო გადატრიალება ფაქტიურად პირველი აგრესია რუსეთის აგრესია დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ ორივე ხელისუფლებასთან ვიყავი დაპირისპირებული მაგრამ ამას ისევ ვიმეორებ ყველა ეთერში ამას ვამბობ არ დამდგარა დღის წესრიგში ჩემო გურამ არც შევარდნაძის დროს არც სააკაშვილის დროს პოლიტიკური კურსის ცვლილების საკითხი. შევარდნაძემ რომელმაც კრემლიდან ჩამოსულმა კაცმა დაამხო კანონიერი ხელისუფლება, მოკლეს სვიად გამსახურდია, გაანადგურეს ქვეყანა. ბოლოს პირი იბრუნა დასავლეთისკენ. კი, და ნატოში ინტეგრაცია. კარის ხო, აი ეს წარმოგიდგენიათ? როგორ რა დონეზე ვიყავი 9 წელი ვიყავი დევნილობაში მაგრამ შევარდნაძემ ასე დაამთავრა თავისი კარიერა მიშა სააკაშვილთან დაპირისპირების მიუხედავად მიშა სააკაშვილის დამსახურებ ამ სიტყვებს მე არ მეშინია არის ის რომ მან საბოლოოდ განსაზღვრა საქართველოს პოლიტიკური კურსი ბიძინას ივანიშვილმა დღის წესრიგში დააყენა საკითხი ევროპა განვითარება თავისუფლება თუ რუსული ჭაობი და რუსეთის იმპერია. ეს კაცი ისეთი სიჩქარით მიგვაკანებს უკვე რუსეთისკენ. რომ შეიძლება კრემლის კედელს დავეტაკოთ და ყველანი დავრეტიათ. ბატონო კახა, აი 1988 წელს რომ დაგისვეს კითხვა, იგივე კითხვას ოდნავ სახეცვლილად 2025 წელს კიდევ დაგისვამთ. აი 2012 წელს წარმოგედგინათ რომ საგარეო კურსს დაემართებოდა და ამაში ივანიშვილი უშუალოდ იქნებოდა ჩართული და აუცილებლად მინდა კითხოთ რანაირად გამოგვეპარა მე ახალგაზრდა ვიყავი როცა მეცხრეაზე მუშაობდი და გულწრფელად მჯეროდა ძალიან გულწრფელად მჯეროდა რომ სისტემა უნდა შეეცვალა ივანიშვილს და არ უნდა გადაებარებინა ეს სისტემა და სათავისოდ კიდევ უფრო მეტად არ უნდა გაეძლიერებინა და იგივე მოსამართლეები ვის კრიტიკასაც ვუთმობდი მე პირადად ეთერს ჯიბეში არ უნდა ჩაესვა და
აი ახლა დღეს რომ სხვა სურათი გვაქვს, ხო? გავიგეთ, დასკვნები გამოვიტანეთ, მაგრამ მაშინ როგორ გამოგვეპარა, რომ რუსეთში პირველი მილიონის შოვნის შემდეგ ეს ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო დამოუკიდებელი კრემლისგან. ძალიან კარგი შეკითხვაა. მე მინდა პირველ რიგში ერთ რამეს გაუსვა ხაზი. რა მდგომარ პოლიტიკური მოცემულობა იყო 2012 წელს. მიშა სააკაშვილმა ფაქტიურად გაანადგურა ოპოზიცია. თქვენ გახსოვთ რა დონის დაპირისპირება იყო სააკაშვილსა და ოპოზიციას შორის. მაგრამ თავადაც გაანადგურდა. ერთ მხარეს წაიქცა ოპოზიცია, მეორე მხარეს წაიქცა სააკაშვილი. ჩვენ გამოგვეპარა კი არ ახლა პირდაპირ ვიტყვი. დასავლეთსაც გამოეპარა ბიძინა ივანიშვილი. თქვენ გახსოვთ დასავლეთის მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილისადმი, როდესაც ეს მოვიდა ხელისუფლებაში და რამხელად იმით სარგებლობდა დასავლეთის მხარდაჭერით. ეს იყო რეალობიდან გამომდინარე მიღებული შედეგი. ოპოზიცია ერთი მხრივ და ხელისუფლება იყო განადგურებული. და ცარიელ ველზე, როცა მოსუფთავდა პოლიტიკური ველი, კრემლმა შემოუშვა ბიძინა ივანიშვილი და უნდა ითქვას ერთი რამ. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად ითამაშა და კარგად შენიღმა პირველ პერიოდში. ის თუ რისთვის იყო ის ჩამოსული, რისთვის გაამწესა კრემლმა საქართველოში, ეს მარტო მედაშენ არ გამოგვარვია. ხო, შემოიკრიბა პროევროპული პარტიები. ყველას გამოეპარა. მედაშენ რო ვიყოთ, ამაში მარტო დამნაშავე კი ბატონო ვიყოთ, მაგრამ მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ვიყავ. ხო, არა, მე პირიქით, მე ვიღებ პასუხისმგებლობას. და ყველა ეთერში ამას ვაპარაკობ. მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას იმაში რომ ბიძინა ივანიშვილს დავეხმარე და ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში მოსწონი, მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ. მაგრამ გახსოვთ პირველი შემადგენლობა ქართული ოცნების. პრო რესპუბლიკელები ალასანია პრო დასავლური ოპოზიცია რომლის განაცხადი პოლიტიკური განაცხადი რა თქმა უნდა ბიძინას ხელმძღვანელობით იყო რომ ჩვენ მივდივართ ევროპისკენ მიშამ ვერ უზრუნველყო ჩვენი ევროპული მომავალი და ეხლა ჩვენ უკეთესები ვართ და მივდივართ ევროპისკენ და დაგვანახა მათი სახეები რესპუბლიკელები და ჩვენ გახსოვს იმ პერიოდში განხორციელდა ბევრი რეფორმა მაშინ ვიზა ლიბერალიზაციაც მივიღეთ ისა კანონები მივიღეთ და დაახლოვდა ხო ახლა ყველა ხო ერთ დღეში ვერ იტყოდა უარს ხო ერთ დღეში ვერ იტყოდა აი ეს ეს უნდა აღინიშნოს მაგარი სპეცოპერაცია იყო ხო ხშირად ვამბობთ რომ ეს რუსეთში ეს არის წარმატებული კრემლის მხრიდან წარმატებული სპეცოპერაცია სახელწოდებით ბიძინა ივანიშვილი განხორციელებული საქართველოში მაგრამ უკრაინის ომმა ჩემოგურა უკვე ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა ბიძინა ივანიშვილს და კრემლს უკვე თამაშის ძალაც არ ჰქონდათ მათ პირდაპირ ჩამოიხადეს ნიღაბი და ჩვენ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი ევროპა და პირველ რიგში ჩვენ ქართველები ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე ვამბობთ ამას, დავდექით არჩევანის ცივილიზებული არჩევანის წინაშე. ჩვენ რა ვშვებით? სვიათის და მერაბის იდეის რეალიზატორი ხალხი და ერი. თავისუფლების მოყვარული ქართველი ერი, რომელმაც გაუძლო ამდენ სისხლს წინააღმდეგობას, ამდენ ბრძოლას ბოლოს თმობს ამ დამოუკიდებლობას ამ რეალობის წინაშე დავდექით. ამიტომ მე ვეთანხმები ყველას, ვინც დღეს რუსთაველზე დგას და იბრძვის ისევ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ეს გააზრებული აქვს მოსახლეობას თქვენ ირგვლივ, ჩემ ირგვლივ არ არის მაინც დამაიმედებელი სურათი, თქვენს ახლა რეგიონში იყავით, სულ ახლახან დაბრუნდით ჩვენი გადაცემისთვის სპეციალურად. რა განწყობებია, რამდენად იაზრებს ხალხი ამ საფრთხეს, რაზეც ახლა იცით რა, მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ პროპაგანდა ძალიან ძლიერია დღეს ხელისუფლების მხრიდან ამას. ეს არის კრემლში დაწერილი შპარგალკები, რომელთაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი და სამწუხაროდ ამ პროპაგანდის შედეგებს ჩვენ განსაკუთრებით რეგიონებში ვხედავთ, მაგრამ არის მეორე მხარეც. რა ვშვებით, ვნებდებით? ისმის ეს კითხვა. ესე იგი, დამთავრდა საქართველოს დამოუკიდებლობა, დამთავრდა თავისუფლებისათვის ბრძოლა, დამთავრდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, დამთავრდა იდეისადმი ერთგულება. საერთოდ დავთავრდით ქართველები და ბოლოს რა გვაქვს სახელმწიფო, მივდივართ ევროპისკენ, ვითარდებით, ძლიერდებით თუ
ვრჩებით ბოსტნად და ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ესე კვეთრად დგას დღეს საკითხი. რუსთაველზე მე იმ ხალხთან მდგევარ, რომელთანაც მე საერთოდ ახლოს გაკარებაც წარსულში არ გინდოდა. არ მინდოდა, მაგრამ მე ახლა იმ ხალხთან მდგევარ და ერთი იდეა გვაერთიანებს. მე ეს მაძლევს იმედს. რომ ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ვერ ვიტანდიდავთ, უმძაფრეს პოლიტიკურ დაპირისპირებაში ვიყავით, ხომ და დაისვას კითხვა, რამ გაგვაერთიანა? ბატონო კახა, ეთანხმებით მოსაზრებას, რომ თუ ახლა 4-ში ვერ გადაწყდა ეს რუსული რეჟიმი, მერე ვერც გადაწყდება, რადგან ბოლომდე მისი გავლენის ქვეშ ვიქნებით, იმიტომ რომ ბოლომდე სხვადასხვა რესურსებს, სახელმწიფო რესურსებს, მათ შორის არჩევნებს, მიისაკუთრებს, კანონებს ხელახლა კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებს, ამ ანალიზს რას უპასუხებთ? ვერ დავეთანხმები კატეგორიულად. ანუ 4 არ არის გადამწყვეტი თარიღი. 4-ში ჩვენ ახლა 4-ში მე ჩემს შვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, სამ ვაჟიშვილთან ერთად ვიქნები რუსთაველზე ქართული დროშით. და ძალიან ბევრი ადამიანი იქნება. ეხლა მე წინასწარ ამას ვერ გეტყვით და როგორ იქნება, რა მოხდება, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. ჩვენზე ეს ყველაფერი დამოკიდებულია. რამდენი ვიქნებით, რაოდენობით და რამდენად მტკიცე ვიქნებით. და შეუდრეკელნი. ეხლა კოკოზე საუბრობდი და მის მეგობრებზე. კოკოზე საუბრობდი და ამაზე მინდა გავამახვილო ყურებელს. დღეს ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოსში დაბადებული თაობა ბევრად ძლიერი, ბევრად მოტივირებული, ბევრად გონიერი, ბევრად რაციონალური და ბევრად გამბედავია ვიდრე მამების თაობა. მე თუ შემიძლია თავს უფლება მივცე და მოუწოდო საზოგადოებას 4-თან დაკავშირებით, 5-თან დაკავშირებით, 6-თან დაკავშირებით და აი ამ სიტუაციაში მინდა ერთი რამ ვთქვა. ერთად უნდა დადგეს ყველა თაობა. მამების და შვილების თაობამ ერთად უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა. აი ეს არის ყველაზე მთავარი. მე ასეთი კატეგორიული ვერ ვიქნები და არ ვიქნები, რომ 4-ში ყველაფერი 4-ში საქართველოს არ დამთავრდება. საქართველოს 4-შიც არ დამთავრდება და არც 44-შიც. საქართველოს იქნება მარადიულად. მაგრამ ამ ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ერთიანობას და ჩვენს ძალისხმევას და მობილიზებას. დაიცავი საქართველო. ერთ-ერთი ორგანიზაცია იყო, რომელიც თქვენ დააფუძნეთ, ახლა მისი წევრი არ ხართ, მაგრამ ეს მოწოდება მოკლედ მუდმივად რჩება, რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ყოველთვის მოგვიწევს ჩვენი დროშის, ჩვენი სახელმწიფოს დაცვა. ძალიან დიდი მადლობა კონსტანტინეს მოკითხვა და ის გამოვა 10 დღეში და შემოგვიწევა ისე მხნედ არის, რომ გამოვა გააგრძელებს ზოლას და მე მის გვერდით ვიქნები. ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს, რომ სტუდიაში მომავალშიც გიმასპინძლეთ. დიდი სიამოვნებით, და სასიამოვნო იყო თქვენი ანალიზის მოსმენა. დღეს გადაცემის პირველი ნაწილი რაღაცნაირად ცოტა ისე გამოგვივიდა. ზუგდიდელები შევიყარეთ სტუდიაში. საერთოდ ზუგდიდელები ყოველთვის აქტიურები ვიყავით ყველა პოლიტიკურ პროცესში. ასე გავაგრძელოთ.